ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთვის აქვს. ბრიუსელში ევროპელი ლიდერების წლის ბოლოს შეხვედრა 10 საათი ამიმდინარეობს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების საკითხია. თუმცა პარტნიორები ღიად ამბობენ, რომ ოცნების ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო საქართველო ევროპულ გაერთიანებას შორდება. არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ძაღლისთვის კუდისა და ყურის მოჭრა აიგრძალება. კანონი ძალაში 1 იანვრიდან შევა. დაუშვებელი ხდება ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა. ხობში ავარიას ფეხით მოსიარულე 70 წლამდე კაცი ემსხვერპლა. გურია ნიუსი წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები. დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა რუსული ნავთობ კომპანია რუსნეფტი, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის. როიტერსი წერს, რომ რუსნეფტმა ამ თვეში საქართველოს ახლად აშენებულ ყულევის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი ტვირთი მიაწოდა. ყულევში პირველი რუსული ნავთობი მაკა ასათიანის ოჯახთან დაკავშირებულმა ნავთობ გადამამუშავებელმა ქარხანამ მიიღო.